მოპარული სიმღერა ყვავილების ქვეყანა კიდევ ერთი სკანდალის მიზეზი ხდება. სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში სომეხი მომღერლის სეროპ არჯემიანის კლიპი და სიმღერა ჰაიასტანი გავრცელდა. სკანდალური კი აქ ის არის, რომ არჯემიანის სიმღერა მოპარულია და ტექსტი ქართველი კომპოზიტორის მიხეილ ჩირანიშვილის მუსიკაზეა დაწერილი. ყვავილების ქვეყანა ეს პოპულარული სიმღერა პირველად იმღერა მამაჩემმა დიდმა ჯანო ბაგრატიონმა ამას ყავდა ერთი კარგი მეგობარი გოგი ვასაძე ქუთაისში იყო ჩასული წვეულებაზე რაღაცას და იქ მოკლედ ერთ-ერთ ოჯახში წვეულების დროს მოისმინა სიმღერა ყვავილების ქვეყანა ეს სიმღერა იყო ნამღერი ვინმე უცნობი ქალის მიერ გოგი რო ჩამოვიდა ვასაძე თბილისში და უკავშირდა მამაჩემს მან იცოდა მან რომ მამა დღე-დღეზე იწყებდა უკვე ყალიბდებოდა მამას მიერ პირველი ქართული ჯაზ ორკესტრის შექმნა და მე დაუკავშირდა მამაჩემს და ჯანო შესანიშნავი სიმღერა მოვისმინე ქუთაისშიო და გიმღერებ ნახე რა კაი სიმღერაა და მოგეწონება ვიციო და იქნებ გამოგადგეს ორკესტრშიო მამაჩემს მოусმინა ძალიან მოეწონა მამა უკავშირდება თავის მეგობარს კომპოზიტორ მიხეილ ჩირინაშვილს ეუნება ძრება იმას და მიშავა აი გოგიმ ძალიან კარგი სიმღერა მოისმინა ქუთაისშიო ხო და მიმღერა ძალიან მომწონს და მინდა ორკესტრი მიმღერო მოდი რა შენ ახლა მე გიმღერებო შენ ნოტებზე გადაიტანეო და მე ნოტებზე ჩაწერ მე თან არანჟირებას გამეკეთო რომ ორკესტრმა დაუკრა და მიმღერო ჯერჯერობით ავტორი არ გამოხმაურებია ამ კონკრეტული სიმღერის ავტორი გახლავთ მიხეილ ჩირინაშვილი რომლის მემკვიდრეც არის ჩვენთან გაწევრიანებული მას არ მოუწოდებია ინფორმაცია თუმცა იმ შემთხვევაში თუ ის პრეტენზიას გამოთქვამს რა თქმა უნდა ჩვენ დავეხმარებით და ეს დახმარება ხდება როგორც წესი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის მეშვეობით, როდესაც უცხო ქვეყანაში გამოიყენება ნებართვის გარეშე შესაძლოა ნაწარმოები, ბუნებრივია სომხეთში ჩვენ ყავს პარტნიორი ორგანიზაცია და მიმართავთ მას, რომ აღკვეთოთ საავტორო უფლების დარღვევის ფაქტი და თუ საჭირო გახდა, მოვითხოვოთ კონკრეტული კომპენსაცია, რაც მაგარის ოდენობაც გამომდინარეობს როგორც ავტორის მოთხოვნიდან, ასევე სხვა იმ გარემოებებიდან თუ როდის რა ვითარებაში გამოიყენეს ეს ნაწარმოები. დღეს დილიდან გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროვიზიაზე წარდგენილი მომღერალი შეასრულებს ქართულ სიმღერას სომხურად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ევროვიზიაზე წელს სომხეთს წარადგენს გოგონა ივეტა მუკუჩიანი, რომლის სიმღერა ცნობილი გახდება თებერვლის დასაწყისში, ხოლო ეს აჟიოტაჟი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს.